მეცადინეობა სახლში. შანსი არ არის თუ არ დავუჯექი, გამორიცხულია, ვერ აკეთებს და ასე შემდეგ. რა შეგრძნება, როდესაც ზიხარ მეცადინეობ და სკოლაში მასწავლებელი გადგას თავზე და სახლში მშობელი გადგას თავზე. დავიწყოთ პირველი კლასიდან, როცა მშობელი ძალიან აქტიურად არის ჩართული. რაღაც ეტაპამდე მართლა არის ხოლმე, აი ხედავ და გული მიკვდება იმ ბავშვის ნამუშევრს სახლიდან რომ მოაქვს ეს აი მოწესრიგებული რუეული ნაცვალები. ხო აი და ნაცვალები და მისთვის ეს პროცესი ხანგრძლივია, სტრესულია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება და როგორც კი მეხუთე კლასში გადადის, არის შემთხვევები, როცა ცხრიანი არ განიხილება, 10 კი განიხილება, ცხრიანი და რვი ხო ნიშნები არ არის. 10-იანია მხოლოდ. ბევრად მნიშვნელოვანია რომ მან ისწავლოს რომ რაღაცა შეიძლება შეეშალოს და ეს არაფერი. ბევრად მნიშვნელოვანია თავისი ემოციების მართვა ისწავლოს, ვიდრე ჩვენ მას თავიდანვე ეს თამასა ძალიან ზევით აუწიოთ და უთხრათ რომ შეცდომა არ შეიძლება, შეცდომის დაშვება არ შეიძლება. შეგეშალა ამოხიე თავიდან, აი ასე რომ ტანჯავთ. ესე იგი წარმოიდგინეთ ბავშვისთვის რამხელა სტრესია ნებისმიერი ფეხის დაცდენა, რომელიც ძალიან ნორმალურია, უკვე როცა მასალა იმატებს, თულდება, მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა იცვლება და ასე შემდეგ.